ეს ინდური ტომი კალბელიაა, რომელიც რაჯასტანის უდაბნოში მოგზაურობს. ეს ადამიანები მომთაბარე ცხოვრებას ეწევიან და კარვებსა და პატარა სახლებში ბინადრობენ, თავს ცეკვითა და გველის შხამის გაყიდვით ირჩენენ. სწორედ ამ ტომის ცეკვას ასრულებს მარიოდი. მარიოდი უკვე ამ დიდი ოჯახის წევრია. ინდოეთში ხშირად ჩადის და წარმოდგენებში, ფესტივალებსა თუ ქორწილებზე მათთან ერთად ცეკვავს. კალბელია ჰინდიზე მეგობარს ნიშნავს. ამ ტომის ადამიანები ოდითგანვე კობრის მომთვინიერებლები იყვნენ. დღესდღეობით კობრა ძალიან ცოტა დარჩა და ამიტომ ქალი მოცეკვავები კობრის მოძრაობებს აკეთებენ და შავი კაბები აცვიათ, მაგრამ სხვადასხვა ფერადი ბრჭყვიალებით გაფორმებული. ეს კოსტიუმი ხელით მზადდება. კალბელიელმა დედამ შემიკერა და მაჩუქა. ამ ფერად სამკაულებს სუა ჰქვია, ესეც ხელნაკეთია. როგორც სახეზე ხედავთ, მაკიაჟიც ისეთივე მკვეთრი და ფერადი უნდა იყოს, როგორიც სამკაულები. სარკეები და ბრჭყვიალები ავის სულისგან დასაცავად კეთდება. ფეხის სამკაულით კი რითმს ყვები. მარიოდი საფრანგეთის მოქალაქეა, თუმცა რამდენიმე წელია მას კონკრეტული საცხოვრებელი ადგილი არ აქვს. 10 წლიდან ცეკვავს და ცეკვა მას სიცოცხლის სტიმულს ძენს. ამიტომ გადაწყვიტა მსოფლიოში ემოგზაურა და სხვადასხვა ხალხების ფოლკლორული ცეკვები შეესწავლა. ამჟამად ბათუმშია. იმის გარდა რომ ქართულ ფოლკლორს ეცნობა, თავის ცოდნასა და გამოცდილებას ფრანგული სკოლის მოსწავლეებს უზიარებს. ცეკვა კომუნიკაციის საშუალებად მიმაჩნია, პირველ რიგში საკუთარ თავთან მაკავშირებს. ფოლკლორული ცეკვები იმიტომ მიყვარს, რომ ის მაკავშირებს იმ ხალხთან, ვინც ეს შექმნა და დღემდე მოიტანა. ჩემთვის ეს ამა თუ იმ ქვეყნის კულტურის სარკეა. მაგალითად, ქართულ ცეკვაში ქართველების ხასიათი ჩანს. ჩანს თუ როგორ ხშირად ბრძოლობდნენ, განსაკუთრებით მამაკაცის ილეთებში. ცეკვაში მთელ ქართულ ისტორიას ვხედავ. მარიოდი ბათუმში 3 კვირის წინ ჩამოვიდა. ყოველდილით ის ენვერ ხაბაძის სახელობის სახელმწიფო ფოლკლორულ ანსამბლ ბათუმთან ერთად რეპეტიციებს გადის. ერთი თვე არასდროს არის საკმარისი ცეკვის შესასწავლად, მაგრამ ბათუმში შესაძლებლობა მომეცა სხვადასხვა ჯგუფებში მევლო. თუ კი გაქვს მონაცემები, ადვილად აითვისებ. თუმცა რა თქმა უნდა, მთელი ცხოვრება მჭირდება იმისათვის, რომ უბადლო მოცეკვავე გავხდე. მარიოც წლების განმავლობაში ბევრი უმოგზაურია. სხვადასხვა ქვეყნის ტრადიციული ცეკვები შეისწავლა, თუმცა ამბობს, რომ ყველა ერთნაირად უყვარს, რადგან თითოეული მოგონებებთან არის დაკავშირებული, გარკვეულ ადამიანებთან, ადგილებთან და ამიტომ ყველა ცეკვასთან განსაკუთრებულ კავშირს გრძნობს. საერთო ნაცნობობის წყალობით დამიკავშირდა იგი პარიზიდან და გამოთქვეს სურვილი შეესწავლა, ჩამოსულიყო საქართველოში და შეესწავლა ქართული ცეკვა. თავისთავად ეს იდეა უცხოელისგან ქართული კულტურის გაცნობის, ქართული ცეკვის შესწავლისა მომხიბვლელი აღმოჩნდა ჩემთვის. კავშირს გრძნობს ბუნებასთანაც, ამიტომ მისი სხეული ასე მოხდენილად ბაძავს ფარშევანგს. ფარშევანგები ასე არ მოძრაობენ, მათ სტოკატოს მსგავსი მოძრაობები აქვთ. ეს ფარშევანგის თავია, მთავარი დეტალებია, ის თუ როგორ ამოძრავებს თავს. ასევეა ფრთებიც, ამ მოძრაობებს 2 წელი ვითვისებდი. ასე რომ იცეკო, უნდა აკონტროლებდე ყველა სახსარს და კუნძს. მართალია ყველაფერი ვარჯიშის შედეგია, თუმცა მნიშვნელოვანია გონებაში წარმოიდგინო შენი ხელი ფრინველის ფრთად.
როგორც მარიოდი ამბობს, ის სამომავლო გეგმებს არ ისახავს, ასე უფრო მარტივია ცხოვრება და იმით ტკბება, რასაც აწმყოში აკეთებს.